დილამ შვიდობისაო მზემ სხივები გვაჩუქა დილამ შვიდობისაო გვისურვა და დაგშურდა ქვეყანაში რომელსაც პრეტენზია აქვს რომ მოდურ თუ მუსიკალურ ტენდენციებს თუ არ უსწრებს მიხვება მაინც ქალაქური სიმღერები ისევ დიდი პოპულარობით სარგებლობს უпроსორედ ყველაზე დიდი პოპულარობით ამაზე თუნდაც რადიო არ დაიდარდოს რეიტინგულობა მეტყველებს სწორედ არ დაიდარდოს ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნატო გელაშვილი ახალი სიმღერით ეწვია იცი რა სასიყვარულო თემატიკა რა თქმა უნდა არის მაგრამ უფრო არის ცხოვრებისეული გამლი წლებზე თუ როგორ გვეპარება ასაკი და როგორ ვერ ხვდებით ძირითადი თემატიკა ისე რომ სანამ გულში გული გრჩება ყველაფერი გადარჩება ანუ ვერც სიბერეგერევა და ვერაფერი ანუ ცხოვრებისეული სიმღერა ეს არის შანსონი იყო კიც და იყო არაც დრომ თავისი გაიტანა ბერთებით ისე რომ ვერც ხვდებით ნამუშევრისათვის თავად მუსიკოს ჯერჯერობით სახელიც კი არ დაურქმევია. ამ საპასუხისმგებლო მოვალეობას არ დაიდარდოს მსმენელები თავად შეასრულებენ, რომლებიც სიმღერას სახელწოდებას მოუძებნიან. აი ნატო კი წინა საახალწლო მზადებაშია ჩართული. ჯერჯერობით ვარ აი ესეთი მოფიქრების პერიოდში. თითქმის აი კონცერტები არის, აი როგორიც აი თითზე ჩამოსათველად და როცა აი ძალიან აქტიური პერიოდი იყო. ნუ ეხლა ახალი წლის განწყობა ყოველთვის უკვე გემართება როცა ნაძვის ხეები ირთვება და რაღაცა აქსესუარები ასე ვთქვათ ემატება ქალაქს რომ ჯერ არ არის მაგრამ შეიძლება ხა ცოტა ადრე იწყებოდა ხოლმე ჩვენთან მაგრამ ნუ ალბათ დაიწყება მართალია ჯერჯერობით 2012-ის დასასრულის აღსანიშნავი და ახალი 2013-ის მისაგებებელი კონცერტები არ დაანონსებულა. ეგ კი არა და ქალაქში ცოტა არ იყოს და უჩვეულო მოწყენილობა ნატოსთვისაც კი შესამჩნევია. თუმცა სადმე რაიმე გაიმართებას პრინციპი ამ შემთხვევაშიც ამართლებს.